ყველაზე ცუდი ძაღლის ჯიშები. რა ცუდი მონადირეა მართლა რომ დაფიქრდი. და დღეს ვილაპარაკებთ სამ ყველაზე ცუდ ძაღლის ჯიშზე, რომელიც თავის საქმეში კი არა, ზოგადად რაღაც კონკრეტულ საქმეში არ ვარ. ხშირად ადამიანები ძაღლებს მხოლოდ გარეგნობით ირჩევენ და მათ ფუნქციებს თითქმის საერთოდ არ ითვალისწინებენ. მე ამიტომ ხდება რომ მოიყვანენ არ გამოადგებათ კონკრეტულ საქმეში და უშვებენ გარეთ. ხო და ამიტომ შევარჩიე სამი ძაღლის ჯიში, რომელიც კონკრეტულ დავალებებს ყველაზე ცუდად გააკეთებს. და სათავეში არის ფრანგული ბულდოგი. ეს ჯიში საერთოდ არ შეიძლება რომ სპორტულობასთან გავაიგივოთ. მით უმეტეს თუ ხარ მონადირე, იცოდე რომ ყველაზე ცუდი სანადირო ძაღლის ჯიში ეს არის ფრანგული ბულდოგი. ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ყნოსვა, ამას დამატებული ფიზიკური ენერგიის თითქმის საერთოდ არ ქონა და ყველაფერთან ერთად ისეთი ხმაურიანი სუნთქვა, რომ ნებისმიერი ნადირი გაექცევა. ნებისმიერი ფინალი. ო და თუ გინდა რომ მოიყვანო ძაღლი, რომელიც ყველა შენს ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილება, მაშინ მოიყვანე ჩაო და ყველანაირ ნერვოს გაგიჩენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს ძაღლი ალბათ ყველაზე ცუდი ძაღლი არის მაგ ამბავში. ძალიან დამოუკიდებელი ძაღლის ჯიში არის და იცოდე რომ შენი ბრძანებების 20% შეასრულებს. დანარჩენზე არც კი ფიქრო. და ბოლოს ავღანური მწევარი. თუ გინდა რომ შენი კარმიდამო დაცული არ იყოს, აუცილებლად მოიყვანე ავღანური მწევარი. იმიტომ რომ ის არაფერს არ დაიცავს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ჯიში, რომელიც ითვლება რომ ერთ-ერთი პირველი სამონადირეო ძაღლის ჯიში და მის ხასიათში საერთოდ არ დება კონფლიქტები. ამიტომ ის ყოველთვის თავს არიგებს კონფლიქტს, სადაც შეუძლია მაქსიმალურად ცდილობს რომ იყოს არაკონფლიქტური. უბრალოდ მობილიზდეს და თუ რაიმე პატარა გაირბეს, გაეკიდოს, დაიჭიროს და მოინადიროს. და ბოლოს შეიძლება ცოტა არადეკვატური შედარებები იყო ვიდეოში ჯიშისა და მათი ფუნქციების, მაგრამ ძალიან ხშირად ვხედავთ ლაბრადორებს, კანეკორსოებს, ჰასკის, ბიგლებს, ისეთი დანიშნულებებით მოყვანილებს სახლში, რომლებიც საერთოდ არ შეიძლება ამ ჯიშებისთვის. კარგად უნდა გაითვალისწინოთ მანამ ძაღლს. მოიყვანოთ ეს ძაღლის ჯიში, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. თუ ძაღლი არის სპორტული კატეგორიის ძაღლი, არ შეიძლება რომ ყავდეს მხოლოდ დეკორატიულ ძაღლად. ხო და ბოლოს, თუ გინდა რომ კონკრეტულ ჯიშზე გაიგო ეს ძაღლი კონკრეტულად რა დანიშნულებისთვის არის შექმნილი, აუცილებლად ამიწერე კომენტარებში და ამაზე კიდე ერთ ცალკე ვიდეოს ჩავწერე.